კეთილი მეზღაბრე. გამარჯობა პატარებო, დაგიბრუნდით ჩემი ჯადოსნური ვარსკვლავით და გიამბობთ ახლა ახალ ზღაპარს ფიფქიაზე და შვიდ ჯუჯაზე. იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი. იყო ერთი დედოფალი, რომელსაც შეეძინა შვილი, ძალიან ქათქათა, ძალიან წითელტუჩება და ძალიან შავთმიანი და სახელად მას ფიფქია დაარქვეს. სამწუხაროდ დედოფალი გარდაიცვალა. შემდეგ მეფემ მეორე ცოლი შეირთო, რომელიც ძალიან ლამაზი იყო, მაგრამ გული ჰქონდა ძალიან ბოროტი. ყველას იშურდა, განსაკუთრებით თავისზე ლამაზი ადამიანების. მას ჯადოსნური სარკე ჰქონდა, რომელსაც ყოველთვის ეკითხებოდა: სარკევ, მითხარი, არის ვინმე ჩემზე უფრო ლამაზიო? სარკე კი პასუხობდა: არა, ჩემო დედოფალო, თქვენზე ლამაზი ქვეყნად არავინ დაიარებაო. როდესაც ფიფქია იზრდებოდა, 7 წლის ასაკში ის უკვე ისეთი ლამაზი იყო, რომ დედოფალსაც კი სჯობდა. ერთხელაც დედოფალმა იკითხა: სარკევ, მითხარი, არის ვინმე ჩემზე ლამაზიო? სარკევ კი უპასუხა: დიახ, თქვენზე ლამაზი ფიფქია არისო. ეს რომ გაიგო დედოფალმა, გაგიჟდა, გადაირია და გადაწყვიტა ფიფქიას თავიდან მოშორება. სადაც კი დაინახავდა, ყოველთვის ფიქრობდა, რომ საძაგელი გოგო ჩემზე ლამაზი არის, ამას მოვიშორებ თავიდანო. ერთხელაც დაუძახა თავის მსახურს, ერთ-ერთ მონადირეს და უთხრა: ფიფქია ტყეში გაიყვანე და მოკალიო, ხოლო მისი გული მე მომგვარე დასტურის ნიშნად, რომ ის ნამდვილად გარდაცვლილი არისო. დასთანხმდა მსახური და როდესაც ფიფქია ტყეში ნახა, გამოვიდა და შეეცადა, რომ ესეთ დანააღმართა და შეეცადა, რომ მოეკლა ფიფქია, მაგრამ როდესაც ფიფქიამ შეხედა, ისეთი ლამაზი იყო, ისეთი კეთილი იყო და ისეთი მშვენიერი იყო, რომ მისი მოკლა ვერ გაბედა. მაგის ნაცვლად პირიქით უთხრა: ფიფქიო, შენს დედოფალს შენ არ უყვარხარ, შენი თავიდან მოშორება უნდა. მე კიდე შენ ვერ მოგკლავო, გაიქეცი აქედან, წადი შორს ტყეში, უღრან ტყეში და უკან აღარასოდეს აღარ დაბრუნდეო. ფიფქიაც შეშინებული იყო, გაიქცა ტყეში და მირბოდა ძალიან შორს, ხოლო იქვე მონადირემ ცხოველის გული მიუტანა და დედოფალი დამშვიდდა. როდესაც ნახა ეს გული, იფიქრა: всё, ფიფქია მოვკულული არისო და მე ახლა შემიძლია მშვიდად ვიცხოვრო. ფიფქია კიდე მირბოდა, ღამე დაღამდა, ტყეში, უღრან ტყეში ეშინოდა და ბოლოს რო ვეღარ გააგნო ვერსად, დაიწყო ტირილი. ამ ტირილში დაათენდა ფრინველები, ცხოველები, ყველაფერი ყველა მის გარშემო იყო, ირმებიც. და როდესაც ფიფქიამ გაახილა თვალები, უკვე გათენებული იყო. მერე ცხოველებს შეეშინათ, მაგრამ არა, ნუ გეშინიათო, უთხრა ფიფქიამ, მოდით ჩემთან და მოუყვა თავისი ამბავი. შემდეგ ამ ცხოველებთან და ფრინველებთან ერთად წავიდა ტყეში სასიარულოდ და დაინახა პატარა ქოხი, სადაც რომ შეიჭყიდა შიგნით, შეიჭყიდა, ესე შეხედა და დაინახა ყველაფერი ძალიან პატარა იყო შიგნით. პატარა სკამი, პატარა მაგიდა, პატარა საწოლები, პატარა სარკე, პატარა ნიჟარა, სულ ყველაფერი ძალიან პატარა იყო. როდესაც კართან მივიდა და დაუკაკუნა, კარი თავისით შეიღო. შევიდა შიგნით ფიფქია და შემოათვალიერა და ნახა, რომ ძალიან ჭუჭყიანი იყო იქაურობა და ცხოველებთან და ფრინველებთან ერთად შეუდგა დალაგებას. სახლი რამდენიმე საათში წკრიალებდა, ისეთი სუფთა იყო. და ფიფქია ისე დაიღალა, მეორე სართულზე ავიდა და დაინახა 7 პატარა საწოლი ერთად. ამ 7-ვე საწოლზე ერთად წამოწვა, რადგან ერთზე ვერ ეტეოდა. წამოწვა და ტკბილად დაეცინა. ხოლო ამ დროს ჯუჯები სახლში ბრუნდებოდნენ. სახლში მისულს კარი ღია დახვდათ. გაუკვირდათ, რატომ არის კარი ღიაო? შიგნით შევიდნენ, ეს რა ხდებაო, რატომ არის ყველაფერი დალაგებულიო? თან გაუხარდათ, თან ესიამოვნათ, მაგრამ თან შეეშინათ, ნუ თუ ვინ იყო ჩვენ სახლში შემოსულიო?
ერთ-ერთი ყველაზე მშიშარა ჯუჯა, რომელიც ზედა სართულზე ავიდა, დაინახო, რომ საწოლზე ვიღაც იწოდა, შეშინებულები ყველანი დაიმალნენ. შემდეგ მაინც ავიდნენ. და ნახეს, რომ საწოლში ულამაზესი გოგონა იწვა. ფიფქიამ რო გაიხვდა, ჯუჯებს შეეშინათ, მაგრამ ფიფქიამ ისევ უთხრა, არა, ნუ გეშინიათო. კი, მაგრამ ჩვენ სახლში რას აკეთებო? უთხრეს ჯუჯებმა. ფიფქიამ კი უპასუხა, რომ ჩემს დედინაცვალს მე არ ვუყვარვარ, ჩემი მოკლა გადაწყვიტა და ამიტომ მონადირე დაიქირავა, რომელიც მე მომკლავდა, მაგრამ მონადირემ არ მომკლა და მითხრა, რომ ძალიან შორს უღრან ტყეში წავსულიყავი და აღარასოდეს აღარ გამოვრჩენილიყავი სასახლეში. ჯუჯებს ძალიან შეეცოდათ ფიფქია და გადაწყვიტეს, რომ მასთან დაეტოვებინათ. ოღონდ უთხრეს, კარგი ფიფქია, შენ შეგიძლია ჩვენ დაგვეხმარო. შენ დაალაგებ სახლს და აწკრიალებ. ჭურჭელს გაგვირეცხავ, საჭმელს გაგიკეთებ, ჩვენ კი არაფერს არ მოგაკლებთო და ერთად ტკბილად განაგრძობდნენ ცხოვრებას. ერთხელაც, როდესაც დედინაცვალმა ისევ სარკეში ჩაიხედა და ჰკითხა, სარკევ, მითხარი ვინ არის ყველაზე ლამაზიო? სარკემ უპასუხა, ყველაზე ლამაზი ჩემო დედოფალო, ისევ ფიფქია არისო, რომელიც ჯუჯებთან ერთად ცხოვრობსო. გადაირია დედინაცვალი. რას ქვია ესე იგი ფიფქია ცოცხალი არისო? აბა ის გული ვისი იყო? მაჩვენე სად არისო? და როდესაც სარკე მაჩვენა სად იყო, დაინახა ფიფქია. ბოროტი დედინაცვალი ძალიან ცუდი გულის ადამიანი იყო და წავიდა ჩქარა სასწრაფო და გაიქცა თავის ხვენში, სადაც სხვადასხვა ჯადოქრობები ქონდა. აიღო წყევლის წიგნი და წაიკითხა. დაწყევლილი ვაშლი გააკეთა, მოაჯადოვა ეს ვაშლი, წითლად ღაშღაშებდა, მაგრამ იმას ვინც კი გასინჯავდა, სამუდამოდ დაეძინებოდა. ხოლოდ ერთადერთი რამე წერა წიგნში, რომ ამ სამუდამო ძილისგან მხოლოდ ჭეშმარიტი სიყვარული თუ გააღვიძებსო. დედინაცვალმა ეს ვაშლი რომ გააკეთა, თავის თავი გადაიქცია უსახურ დედაბრად და წავიდა ტყეში. ბევრი იარა თუ ცოტა იარა მიადგა ჯუჯების სახლს და უკაკუნა და ვაიმე ცუდად ვარ, გული ცუდად მაქვსო თქვა. ფიფქიას ძალიან შეეცოდა საწყალი დედაბერი და გამოვიდა დასახმარებლად. წყალი მიაწოდა. დედაბერმაც ვითომ, ოიმე, მადლობა შვილო, გამოვკეთდიო ეხლა და ამ მადლობის ნიშნად მე შენ ჩემს ვაშლს გაჩუქებო. დააჩუქა ფიფქიას ეს ვაშლი. ფიფქია მადლობა გადაუხადა, მაგრამ ვაშლის ჭამას არ აპირებდა. მაგრამ დედაბერმა დააძალა. ჭამეო, მიდი ჭამეო. და ფიფქიამაც აიღო ეს ვაშლი და ჩაკბეჭა თუ არა, ეგრევე გული წაუვიდა და გონზე აღარ მოსულა. დედოფალმა დედაბერმა გადაიხარხარა, რადგან ფიფქია მოიშორა თავიდან. ეს რომ დაინახეს ჩიტებმა, ცხოველებმა, სასწრაფოდ გაიქცნენ ჯუჯების მოსაყვანად, გარბოდნენ. ამ დროს დედოფალი ძალიან ბედნიერი წავიდა. მაგრამ ცხოველებმა მიასწრეს და უთხრეს ეს ყველაფერი ჯუჯებს. ჯუჯებიც იქიდან გამორბოდნენ, მოირბინეს ფიფქიასთან, შემდეგ გაეკიდნენ დედაბერს და სდიეს ამ დროს მოიღრუბლა. წამოვიდა წვიმაც, გრუხუნებდა, ეს ჯუჯები მისდევდნენ ამ დედაბერს, მაგრამ დედაბერს ფეხი დაუცდა კლდეზე და გადავარდა ხრამში. ხოლო ფიფქიასთან რომ მიირბინეს, უკვე ვეღარაფერი ვეღარ უშველეს. ვეღარ მოასულიერეს ფიფქია, მაგრამ ისეთი ლამაზი იყო, რომ ბროლის სასახლეში ჩააწვინეს და თაზე დაასვენეს. ხოლო ჯუჯები რიგრიგობით გლოვობდნენ, რიგრიგობით დარაჯობდნენ და არასოდეს არ ტოვებდნენ ფიფქიას მარტო. ერთხელაც პრინცმა გამოიარა იქ. როდესაც ფიფქია დაინახა, მიხვდა, რომ ეს ის გოგონა იყო, რომელიც მას ძალიან უყვარდა. მივიდა მის სასახლესთან, დაეშვა და აქვიტინდა. შემდეგ ფიფქიას გამოსამშვიდობებლად აკოცა,
მაგრამ ეს ჯადოსნური კოცნა იყო. ეს იყო ჭეშმარიტი ნამდვილი სიყვარულის კოცნა და ფიფქიამაც თვალები გაახილა. გაიღვიძა და ძალიან ბედნიერები იყვნენ ჯუჯებიც და პრინციც. ყველას ძალიან უხაროდა. შემდეგ კი ძალიან დიდი ქორწილი გადაიხადეს, დაპატიჟეს ჯუჯებიც და ყველა მთელი სახელმწიფოდან. ამის შემდეგ ფიფქია და პრინცი ძალიან ბედნიერად და დიდხანს ცხოვრობდნენ ერთად. ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქა. ესე დამთავრდა ჩვენი ზღაპარი. კარგად.